Am წუთებში საკრებულოში 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. მერიის წარმომადგენლები საფინანსო დოკუმენტის დეტალებს უმრავლესობის დეპუტატებს აცნობენ. რეგლამენტის მიხედვით საკრებულომ პროექტზე 10 დღის განმავლობაში უნდა იმსჯელოს, რის შემდეგაც დოკუმენტი მერიაში გადაიგზავნება. თუ გამოუჩნდნენ პროექტს მოწინააღმდეგები უმრავლესობის რიგებში, ქეთი ხიდიშვილი ჩაგურთება დეტალებით, ქეთი გისმენთ. ნინო, უმრავლესობის დეპუტატებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ სერიოზული საკითხი ნიშნები არ აქვს, თუმცა მათ აქვს შეკითხვები, რომელიც ძირითადად შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს. დღევანდელ შეხვედრაზე მერიის წარმომადგენლები და დეპუტატები მუხლობრივად განიხილავენ ფინანსურ დოკუმენტს 2015 წლის ბიუჯეტი პროექტის მიხედვით შეადგენს დაახლოებით 800 მილიონ ლარს. პრიორიტეტები იქნება განათლება, გარემოს დაცვა, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვა, სოციალური პროექტები, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან გამოიყოფა სავარაუდოდ 25 მილიონი ლარი. დაახლოებით 3 საათია მიმდინარეობს შეხვედრა საკრებულოში და კონსულტაციები სავარაუდოდ გვიან ღამემდე გაგრძელდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ უკვე უმრავლესობის დეპუტატები საკუთარ პოზიციას უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბებენ. პრიორიტეტები არის კეთილმოწყობა, ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება და ასევე გამწვანება. ეს 21 ახალი პროგრამა იქნება დაფინანსებული, ჯამში იქნება 25 მილიონი ლარის ოდენობით და ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენი ქალაქის ჩვენი თანამოქალაქეების მდგომარეობას. ძირითადი აქცენტები გადატანილია ჯანდაცვის და სოციალურ პროექტებზე, თუმცა გვაქვს ასევე გამწვანებითი ღონისძიებები და ახალი პროგრამები. ძირითადად ყველა პრიორიტეტს ვეთანხმები, რომელიც შემოგთავაზა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ. ეხლა შეიძლება მოხდეს უბრალოდ არა პრიორიტეტების კორექტირება თვითონ, არამედ ჩვენი განხილვის შედეგად თანხების გადანაწილება ერთი მუხლიდან მეორეში, ეს მსჯელობის შედეგად. უმრავლესობისგან განსხვავებით საკმაოდ მწვავეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებები. უმცირესობაში აცხადებენ, რომ პროექტში იკვეთება კორუფციული ნიშნები. საუბარია რეაბილიტირებულ ქუჩების რეაბილიტაციაზე, რომლებსაც მათი თქმით უკვე ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები. გარდა ამისა, უმცირესობაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის მთავრობა გეგმავს კომუნალური ვაუჩერების შემცირებას, რასაც არ ადასტურებენ უმრავლესობის წარმომადგენლები, თუმცა დღეს ცნობილი ხდება, რომ 2015 წლიდან შესაძლოა იმ ოჯახებმა, რომელთაც აქვთ მაღალი შემოსავალი, ვაუჩერი ვერ მიიღონ. ეს ბიუჯეტი გახლავთ ნეპოტისტური ბიუჯეტი, როგორც ჩანს, მათ სრულად ვერ დაასაქმეს თავისი ნათესავები და ამიტომ მომავალი წლის ბიუჯეტი 71 ერთეული ძდიან შტატებს და მეოთხე ეს არის კორუფციული სქემების ბიუჯეტი და ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვინდა დეტალურად გესაუბროთ. მაგალითისთვის შემთხვევითი შერჩევის წესით ჩვენ ავირჩიეთ სამგორის რაიონი და აღმოჩნდა სრულიად საგანგაშო ფაქტი 43 მისამართიდან, სადაც ისინი აპირებენ თითქოს და გზები გააკეთონ 39 კორპუსთან. გზები არის თავით და ბოლომდე დაგებული. სამწუხაროდ დღემდე რაიმე სერიოზული შენიშვნა ოპონენტების მხრიდან მე არ მომისმენია. იქ არის მითითებული კონკრეტული ქუჩები და ეს ქუჩა არ არის მხოლოდ ვთქვათ 20 მეტრი და 30 მეტრი. ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ და ვნახოთ, რომ იმ ქუჩებზე მართლაც არის ჩასატარებელი სამუშაოები. მომავალი წლიდან ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს გაორმაგებულ კომუნალურ ვაუჩერს 500 ლარის ოდენობით, მხოლოდ წლის დასაწყის თვეებში, იანვარში, თებერვალში და მარტში ყველა ოჯახი მიიღებს და 20 ლარიან ვაუჩერს. შეხვედრები ხვალიდან უკვე უმცირესობის ფორმატში გაგრძელდება. დაახლოებით 10 დღის ვადაში მერიას დოკუმენტი უკან გადაეგზავნება და დეკემბერში უკვე დედაქალაქის მთავრობამ საკრებულოს განახლებული პროექტი უნდა წარუდგინოს. ეს იყო ქეთი ხიდიშვილი, მადლობა ქეთი.